გამარჯობათ მეგობრებო. მოგესალმებით ქართული სპორტისა და ფეხბურთის გულშემატკივრებო. განსაკუთრებული სალამი თქვენ ქართველო ქალბატონებო, რომლებიც ასე გულმხურვალეთ გულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს და ამაში რასაკვირველია ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ხვიჩა კვარაცხელიას. მე თქვენ გილოცავთ ყველას მიმდინარე სეზონში ხვიჩას პირველ დიდ გამარჯვებას. ის უკვე გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ამასთან ყველა ჩვენგანი ველოდებით, რომ მიმდინარე სეზონში ის მეორე ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდეს და ეს არის იტალიის ჩემპიონობა. მართალია მან ნაპოლი დატოვა და პარიზელთა რიგებს შევიერთდა, მაგრამ პირველი წრე ზუსტად იტალიელთა რიგებში ითამაშა მან და ამიტომ აქვს უფლება თუ ნაპოლი ჩემპიონი გახდება, რომ მანაც დაიმსახუროს ეს ტიტული. ასევე თქვენთან ერთად მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს და იმედი წელს, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველას მოგწონს მისი გუნდის თამაში, მისი თანაგუნდელები, ის კონკურენცია, რომელიც ამ გუნდში არის და ზუსტად შეტევის ხაზშია ეს კონკურენცია და ხვიჩა ძალიან კარგად უმკლავდება ამ პრობლემებს, იმიტომ რომ ის უკვე ძირითადის მოთამაშეა. ალბათ ისევე როგორც თქვენს მეც ეჭვმეპარებოდა ამაში, იმიტომ რომ ბარკოლა შესანიშნავად თამაშობს, დუე შესანიშნავად თამაშობს, დემბელე შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის დიდი ვარსკვლავია. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თამაშს. დღეს როგორც ვიცით, ლონდონში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩი ადგილობრივ არსენალსა და ხვიჩას პარი სენ-ჟერმენს შორის. ამ ორ გუნდს ერთი რამ აქვთ მხოლოდ საერთო და ეს მათი დამრიგებელია. ორივე მათგანის დამრიგებელი ესპანელია. მაგრამ აქ მთავრდება ამ ორ გუნდს შორის ერთადერთი მსგავსება. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ლუის ენრიკე პარიზელთა დამრიგებელი შემტევი ფეხბურთის მქადაგებელია, მიქელ არტეტე ლონდონელთა თავკაცი დაცვითი ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და თამაშს კონცენტრირებზე აგებს. აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორ შეძლებს პარიზელთა დაცვა თავიდან აირიდოს საჯარიმოები თავის საჯარიმო მოედანთან სიახლოვეს. იმიტომ რომ არტეტას შეგირდები ძალიან ძლიერები არიან სტანდარტული სიტუაციებიდან თამაში და მათ ბევრი გოლი გააქვთ ამ ჯარიმებიდან და კუთხურებიდან. აქედან გამომდინარე, ხოლო რაც შეეხება თვითონ თამაშს, ჩემი აზრით პარი სენ-ჟერმენი პირველ ნომერად ითამაშებს ისევ და ბურთს გააკონტროლებს. აქედან გამომდინარე, ისიც მგონია, რომ ისინი გოლებს გაიტანენ. ყოველ შემთხვევაში ერთ გოლს მაინც და საერთო ჯამში ხვალ როგორც ვიცით, ბარსელონაში ეთამაშება მილანის ინტერს და აქ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა და საინტერესოდ დაწყვილდა ეს 4 გუნდი. ერთმანეთს ხვდებიან ორივე წყვილში შემტევი ფეხბურთისა და დაცვითი ფეხბურთის მიმდევრები. ინტერი ისევე როგორც არსენალი დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია, ბარსა და პესეჟე კი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შემტევითი სტილის ფეხბურთს თამაშობენ. და მე ისევე როგორც თქვენ ალბათ
შემტევითი ფეხბურთის მოტრფიალენი ვართ და იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა რომ ფეხბურთის მომავალი შეტევაშია და არა დაცვაში. და მე დიდი იმედი მაქვს რომ ფინალში ბარსას და პარის სენ-ჟერმენს ვიხილავ ჩვენ ხვიჩასთან ერთად. ეხლა რაც შეეხება პროგნოზებს. დღევანდელ მატჩში მე მგონია რომ ფრედა ფიქსირდება, ხოლო ხვალინდელში კი ბარსა მოიგებს. იმათთვის კი ვინც აპირებს ტოტალიზატორში ფსონის დადებას, მე მექნება ჩემი რჩევები. PSG-ს და არსენალის შემთხვევაში ეს არის პოზიცია ორივე გაიტანს, ან მე მგონი კიდევ უფრო საინტერესო პოზიცია მეორე 9 ნახევარზე მეტი კუთხური მატჩში. რაც შეეხება ბარსელონა და ინტერის თამაშს, აქ მგონია რომ ბარსელონა გაიმარჯვებს 95% ამაში დარწმუნებული ვარ. ასე რომ თუ თქვენ დღეს დადებთ ორივე თამაშზე ბილეთს და ერთ ბილეთში გააერთიანებთ, მე მგონი უკეთესი იქნება. კარგაბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. გამარჯვებას გისურვებთ თქვენ სულ ყველას, თქვენი საყვარელი გუნდის გამარჯვებას, საინტერესო თამაშის ხილვას გისურვებთ, ხოლო ჩვენ ხვიჩას ვუსურვებ რომ ის გახდეს მატჩის საუკეთესო VIP მოთამაშე. ბედნიერად.